დღეს განსაკუთრებული დღე არის დიდი მარხვის პირველ კვირას ყოველი ჩვენთაგანისათვის შეხსენება მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმართლის, ჭეშმარიტების და ჩვენი დედა ეკლესიის უძლეველობის შესახებ. ეს ზეიმი დაწესდა ხატმბრძოლთა ერესის დამარცხებასთან დაკავშირებით. როგორ იწყებოდა ჩვენი სარწმუნოება, ახალი აღთქმისეული ქრისტიანული სარწმუნოება. მღვდელმთავარი ილია მინიატისი. როცა კეთილმსახური ჭვრეტით ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმოცენებას, ზრდას და დამტკიცებას წარმოიდგენ, მაშინ კვლავ ხსნი საიდუმლოებებს, სასწაულებს პოულობ. ერთხმრივ ისეთ მრავალრიცხოვანს, რომ ენა ვერ აღწერს, მეორეს მხრივ იმდენად ამაღლებულს, რომ მათ აზრიც ვერ მისვდება. ამიტომ გაკვირვებითა და სიხარულით ახსილი ვადიდებ ასეთ სარწმუნოების მომცემელ დიად ღმერთს და დავითთან ერთად შევძახებ. დიდარს უფალი ჩვენი, დიდარს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არის რიცხვი. ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელ ერს ვიალერსების სიტყვებით. ნეტარ არს ერისამის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი. და დღეს ამ წმინდა ამბიონზე ასვლას ვბედავ, რათა შეძლების დაგვარად გამცნოთ დიდება და სიდიადე მართლმადიდებლობისა. თუმცა მის შესახებ უმაღლესი სიტყვა ქრისტეს რომელიმე მოციქულისა და მოწაფის ან ჩვენი ეკლესიის ღმრთივ განათლებული მასწავლებლის ბაგით უნდა წარმოითქმებოდეს, რათა მართლმადიდებლობის ზეიმი მისთვის ჩვეული უძლეველობით აღინიშნოს. ღმრთისადმი მიძღვნილ ამ დიად დღეს მართლმადიდებლობის მტერზე, ერესზე გამარჯვების ნიშნად თავშეყრის დღეს ჩემი გონება უზაკველი ისრაელელის ნათანაელის აღიარებაზე ჩერდება, რომელიც ცნობს იმას, ვის შესახებ წერდნენ ჟულში მოსე და წინასწარმეტყველები. რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. ეს არის პირველი აღიარება მართლმადიდებლობისა, მაგრამ რა შეიძლება იყოს მართლმადიდებლობის შესახებ იმაზე ქველი და სასარგებლო სიტყვა, ვიდრე მართლმადიდებელი მასწავლებლების მიერ მართლმადიდებელი მსმენელისადმი ნაუწყები სიტყვაა. მაშინ სარწმუნოების ღმრთივ დანერგული ხე ფესვს ღრმად გაიდგამს მართალთა გულებში. სახარებისეული ჭეშმარიტების სუფთა ნაკადით ხშირად მოიწყვება და საუკუნო ცხოვრების სუფთა ნაყოფს შეძლების დაგვარად მეც მოიწევს. ქრისტიანენო, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ცხვარი მინდორზე მგლებთან, ლომებთან, ურჩხულებთან და სხვა მრავალრიცხოვან სისხლის მსმელ მხედრთან იბრძვის. რა სიტყვით, რომ დაინახოთ, რომ ამ რამდენიმე ცხვარმა გაიმარჯვა. მათ მგლები, ლომები, ურჩხულები და ყველა დანარჩენი მხედრი განდევნეს. შემდეგ დედამიწას მოეფინენ და ისე გამრავლდნენ, რომ ერთი მრავალრიცხოვანი ფარა შეადგინეს. რა თქმა უნდა იტყოდით, რომ ეს არაბუნებრივია, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია. ქრისტეს ეკლესიის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. აი მეც ვხედავ 12 მოციქულს, როგორც 12 ცხვარს, რომლებიც ქრისტეს საქადაგებლად, როგორც ბრძოლის ველზე მთელს მსოფლიოში წარგზავნა. აჰა მე მიგავლინებ თქვენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იქ მხოლოდ მგლები ქრისტიანთა მდევნელი იუდეველები არ არიან. იქ არიან ლომები, სარწმუნოების მდევნელი წვალებელი მეფენი, არიან ურჩხულები, განდგომილი და ღვთისმბრძოლი დემონები, ურიცხი ნადირი, ხილული და უხილავი მტერი, შეუკავებელი ძალით და მძვინვარებით თავს დააცხრა ქრისტეს ხრებს, ახალგაზრდა ეკლესიას. რა გასაოცარ სანახაობას უმბზე. ამ რამდენიმე ცხვარმა გაიმარჯვა,
მათ მგლები, ლომები, ურჩხულები და ყველა დანარჩენი მხეცი დაფანტეს. ხედავ, როგორ ზეიმობენ მდაბალნი ამპარტავნებზე, უიარაღონი ძლიერებზე, გლახაკნი მეფეებზე, უსწავლელნი ბრძნებზე, ორმეტნი უთვალავნი გახდნენ. მთელი დედამიწა ავსეს. ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა იმათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი. ხედავ, რომის კაპიტოლიუმის ალაფზე როგორ აღზევდა ქრისტეს ჯვარი. ხედავ, როგორ დაემხო ათენში უცნობი ღმრთისადმი მიზღვნილი სამსხვერპლო და თაყვანის ცემას ჯვარცმული როგორ იწირავს. ოქროპირის სიტყვებით სულ მცირე დროში მეთევზეებმა და მეზვერეებმა ქალაქების ყველაზე ამაღლებულ ადგილებს მიაღწიეს და კარვების მკეთებელმა მთელი ელადა მოაქცია. იგულისხმება პავლე მოციქული. ხედავ, რომ უკუნეთში მჯდომმა ერმა დიადი ნათელი იხილა, მაღალი მთა და ბორცვი შერიგდნენ, უსწორმასწორო გზები გასწორდნენ. ხედავ, ბარბაროსულ ტომებს, ნათელ ღებულებს, ქალაქებს, ოლქებს, სამეფოებს მართლმადიდებლობს. უდაბნოები მოღვაწეებით აივსო, მონასტრები წმინდა ქალწულებით. ხედავ, ურიცხვ მოწამეს ქრისტეს სიყვარულისათვის რომ ეწამნენ და ცხოვრებივით დაიკვნენ. ხედავ, თუ როგორ გახდა აქამდე უღმერთო და მრავალღმერთიანი, მწიერი და უწმინდური სამყარო კეთილმსახური, წმინდა და ქრისტიანული. ყველგან სახარება იქადაგება, ყველგან იმარჯვებს სარწმუნოება. ესიარს ძლევაი, რომლითაც ძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩვენი. განა ეს გადასხვაფერებაა, რა თქმა უნდა, უზენაესის მარჯვენისაგან მან განამრავლა მართლმადიდებლობა. არა წმენითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყვათაითა, არამედ გამოცხადებითა, სულისათა და ძალითა. მართლმადიდებლობა ეს არის უძლეველობის სიმბოლო. მართლმადიდებელ სარწმუნოებას არაერთი წვალებლობა, არაერთი ერესი დაუპირისპირდა, მაგრამ ამაოდ დაშრა. როგორც კლდეს, რომ ეხეთქება ზვირთი ზღვისა და შემდეგ განიპობა და დამსხვრეული მიმოიფანტება, აი სწორედ ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც და ასე მოხდება შემდეგშიც. ვინც დაუპირისპირდება მართლმადიდებლობას, სწორედ ასე დაიმსხვრევა და დაიფანტება, როგორც აღელვებული ზღვა, კიდე ვიმეორებ, კლდესთან მიახლებული. ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს ჭეშმარიტებაში, სიმართლეში. ჩვენი ეკლესიის ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასდროს არ გადაგვიხვევია იმ სწავლებისაგან, რომელიც გამოგვიცხადა ღმერთმა. ჩვენზე მრავალნიც ყოფილან და არიან რიცხობრივად სხვა სარწმუნოების მიმდევრები. მაგრამ უფალი ამბობს, რომ ცირია ჩემი სამცო, ანუ რჩეულნი ცირედნი იქნებიან. დღევანდელ დღეს ძველი ეკლესიის წესითა და ტრადიციით ხდებოდა ყოველთვის ანათემირება ყველა იმ ცრუ სწავლების, რომელმაც განსაკუთრებულად შეაშფოთა დედა ეკლესია, მისი წევრები. ეს წესი და ტრადიცია დღესაც მოქმედებს. იგი არავის არ გაუქმებია და ვერავინ ვერ გააუქმებს. მაშასე ჩვენს ჩვენი დიდებული და ღირსეული წინაპრების მსგავსად გამოვაცხადოთ ანათემა. და რას ნიშნავს ანათემა, სანამ ვიტყოდეთ ანათემირებას სხვადასხვა ცრუსწავლებისა? ანათემა ნიშნავს შეჩვენებას, განგდებას, განკვეთას. როცა ადამიანს უკვე აღარ აქვს არც სურვილი, არც სინანული, რომ აღიაროს ჭეშმარიტება, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და პირიქით იგი იბრძვის და იღწვის იმისათვის, რომ სიმართლეს ჭეშმარიტებას დედა ეკლესიას დაუპირისპირდეს, ასეთ შემთხვევაში ეკლესია ამცნობს ყველა თავის წევრს, რომ ასეთი ადამიანი ან საზოგადოება კრებული იქნება გამოცხადებული ანათემირებულად, ანუ მისი წიაღის გარეთ. მაშასე
ანათემა წარმართული ცრუ კერპების მიმდევრებს, რომლებიც უსულო წარმართული კერპებისადმი რწმენას, როგორც ღმერთისადმი აღავლენ. ანათემა გნოსტიკოსებს, რომლებიც აღიარებდნენ და ასწავლიდნენ სიცრუით ვირტუალურ ღმერთის შესახებ სწავლებას. ანათემა არიოზის სრულ სწავლების მიმდევრებს, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ თითქოს იესო ქრისტე არის კაცი. ანათემა მონოფიზიტური სწავლების მიმდევრებს, რომლებიც ასწავლიდნენ და ასწავლიან დღესაც, რომ იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნება, ღვთაებრივი ბუნება არსებობს. ანათემა მონოთელიტური ერესის მიმდევრებს, რომლებიც სრულად ასწავლიდნენ იესო ქრისტეში ერთ ნებელობას. ანათემა ხატბრძოლთა ერესის მიმდევრებს, რომლებიც ასწავლიდნენ წმინდა ხატთა შეურაცხყოფას. ანათემა ცეზარო პაპისტური სარწმუნოების მიმდევრებს, რომლებმაც შერყვნეს და დაამახინჯეს წმინდა წერილის სწავლება და შემდეგ დაამახინჯეს მრწამსი სიმბოლო ჩვენი სარწმუნოებისა, პირველეს ყოვლისა მისი ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატთან დაკავშირებით, როდესაც სრულად ასწავლიან, რომ სული წმინდა გამოდის მამისაგან და ძისაგან და ასევე შემოიღეს ერესი პაპის უცდომელობის შესახებ, დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ. ანათემა მარტინ ლუთერს და შემდეგ მასთან, მის ცრუ სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა ცრუ პროტესტანტულ სარწმუნოებათა მიმდევრებს. ანათემა, რომლებიც მისდევენ რასელისტურ სარწმუნოებას, ეგრეთ წოდებულ იეჰოვურ სარწმუნოებას, რომელმაც ასევე არაერთი ადამიანი დააყენა ცრუ სწავლების გზაზე. ანათემა ასევე ნეოორიგენისტებს, ანუ ეკუმენისტური ცნობიერების სწავლების მიმდევრებს, რომლებიც ასწავლიან უსირწყვილოდ და ცრუდ, რომ თითქოს ყველა სარწმუნოებაში არსებობს ცხონება. დღევანდელ დღეს ასევე მე მინდა გულის ტკივილით აღვნიშნო ის მოვლენა, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ მოხდა თქვენიცით რომში აღასაღდრეს ახალი პაპი და ამ ინტრონიზაციასთან დაკავშირებით იყო არაერთი მართლმადიდებელი იერარქი ჩასული მისალოცად პაპის აღსაღდრებასთან დაკავშირებით. პირველის ყოვლისა ჩვენ გავიაზროთ, ვიკითხოთ, ვინ არის პაპი, როგორია პაპისტური სარწმუნოების არსი. პაპიზმი ხომ ეს არის სრულ სწავლება. პაპიზმი ხომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას. მაშინ ვისთან მიდიან, ან რას ულოცავენ, თუ სირცხვილი და სინდისი აღარ არსებობს. გარდა იმისა, რომ უგულებელს ყოფილია სწავლება ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც მართლმადიდებლობა ჰქვია და ყველა ის იერარქი დღეს სწორედ მართლმადიდებლობას ზეიმობს. მაშინ რას ულოცავდა რამოდენიმე დღის წინ პაპს? თუ იქაც არსებობს ჭეშმარიტება, თუ იქაც არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და ორი ჭეშმარიტება არსებობს აქედან გამომდინარე. აქ არის სიცრუე იმათი და უსინდისობა, ვინც ასეთ ნაბიჯებს დგანან. ღმერთმა მათ სინანული მისცეს, ხოლო ჩვენ კიდე მტკიცედ დგომა ჩვენ სარწმუნოებაზე, რომელსაც მართლმადიდებლობა ჰქვია. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგეყოთ.